თბილისის მერე ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს სკუკიის დასახლებაში საქარის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით ახალი სპორტული მოედანი აშენდა. დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა ღობეები, დაიდგა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. აღნიშნულ სამუშაოებზე 11 ადამიანი დასაქმნა. წლის ბოლომდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე 30 ხელოვნურ საფარიანი მოედნის აღდგენა რეაბილიტაცია იგეგმება. ახალი სპორტული მოედანი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დააკვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესწორა. ხელოვნებს ზოგადად ძალიან ძნელია ხოლმე თუ დაივლით ქალაქში ყველაზე სავსე მთელი დღის განმავლობაში და ღამის განმავლობაშიც არის სტადიონები და უამრავი ბავშვი იქვე თავის სახლთან ახლოს ვარჯიშობს და ეს არის ერთი მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეს არის სწორი განვითარება, რაც ქუჩაზე ლაპარაკობენ. ქუჩაში მთავარია ბავშვს დახვდეს სწორედ ეს სტადიონი, დახვდეს სავარჯიშო, დახვდეს ჯანსაღი გარემო და არა ის, რაც ტრადიციულად ქუჩას უზახმთორე. ის ზეგავლენა იმას მიყავს დაღუპვისკენ, ამას მიყავს სუმცირე ჯანსაღი ცხოვრებისკენ, ან მიყავს იქითკენ, რომ ბავშვი მოწადინებული იყოს, განვითარდეს სპორტულად და ესეც დიდი ნამატი იქნება ჩვენი სპორტისთვის. ხედავთ, რამდენი ახალგაზრდა დღეს მოსული ჩვენ რაიონში მერგავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ სტადიონი გაგვიკეთეს. თავისუფალ დროს ჩვენ ბავშვებთან ერთად ვისთამაშებთ ფეხბურთსაც, კალათბურთსაც და ჯვრი და კარგად შევინახოთ ჩვენი სტადიონი.